ისევ მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო. გთავაზობთ მეორე ნაწილს, ძალიან საინტერესო ხალხის პირისპირ მეორე ნაწილს, მეორე ბლოკს. ჩვენთან სტუმრად იმყოფება უკვე ბატონი ირაკლი გაგნიძე, რომელიც ძალიან საინტერესო ადამიანია, ძალიან საინტერესო რესპონდენტი. პარტია საქართველოს დეპუტატობის კანდიდატი თბილისის საკრებულოში, ზვიად გამსახურდია პარლამენტის საკრებულოს დეპუტატი, ინჟინერ-მშენებელი, ენერგეტიკოსი, იემენის სახალხო რესპუბლიკის ოქროს მედლით დაჯილდოებული საპატიო მოქალაქე, ეროვნული მოძრაობის მერაბ კოსტავას ეზოს სპიკერი, დამფუძნებელი და წამყვანთა ერთობის თანამონაწილე. მოგესალმებით პირველ რიგში და მადლობა რომ გადაცემაში იღებთ ჩემს გადაცემაში მონაწილეობას. პირველ რიგში მინდა გადმოვიდე კითხვით, რატომ უჭერთ მხარს პარტია საქართველოს და რის გაკეთებას აპირებთ არჩევნებში მონაწილეობის მიღების შემდეგ. პარტია საქართველოს იმიტომ უჭერს მხარს ჩემო მეგობრებო, რომ ჯერ საქართველოა და მე კიდევ 11 ნომერია და ორჯერ პირველი ადგილი უნდა რომ მიიღოს. გიორგი ხელმძღვანელი ვინც არის ილუაშვილი ძალიან კარგი მართალი ქართველია. მე რაც მაგას ვაკვირდებოდი კოვიდის ექიმი კაცია და კოვიდზე თითქმის ერთი ხუთჯერ განახეს მილიციონერებმა ხალხს რატო ეუნების სიმართლესო. ხალხი უნდა დაიხოცოს ასე ეუნებოდნენ რა ფაქტიურად და დახოცეს კიდევაც. ერთი-ორჯერ მეც მაგარი შეტაკება მოხდა მილიციასთან, რომ არ ვიკეთებდით ამ პირბადეს, იმიტომ რომ ეს ჩვენ გვესმოდა. მაგრამ მე იცით რა არის ჩვენ გვესმოდა ხალხს ვაგებ, მაგრამ არის ზოგიერთი ხალხი იყო გამწარებული გულანძღავდნენ, რომ რატო არ იკეთებაცო? არ მინდა ვეუნები, არ ვიკეთებ, არ არის ეს. აუ მე ბავშვი ვყავს სახში, ასე ისახო, წადი ნუჯდები მე შენ და რამდენიმე ჩამოგდება დააპირეს, ესე იგი ისეთი სიტუაცია იქნებოდა, რომ ამ ხალხს რო დაავალო, დახოცე შენ ქართული აზრი რომ დახოცავენ სულ რა. რა კით, რამ გააბოროტა ეს ხალხი ვერ გავიგეთ რა. და ჩვენ ვცდილობთ, რომ პარტია საქართველოს რომ მოვიზიდოთ ასეთი ნამდვილი ქართველს მოყვარე ქართველები. ჩვენ გაერთიანთ ჩვენ გვაქვს ასეთი რომ ძალიან რო გაგვიჭირდა და რო ხედავთ რომ ქვეყანა უკვე განადგურების გზაზეა, შენ გავიხსენეთ ძველი მერაბ კოსტავასთან, მე ვიყავი ძალიან ახლოს. და იქ მაშინაც იყო საკითხი დადგა რომ ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა სიმართლის დაცვა უნდა შეგვძლებოდა, როდესაც მაშინაც ვერ ვიცოდით. და ჩვენ ამისათვის შევქმნით ფიცის კაცების გაერთიანება. იმიტომ რომ ჩვენ შორის იყო რამოდენიმე კაც, ბევრი არ იყო, მაგრამ ერთი 10-15 კაცი იყო, რომელიც მართლა ჩემის ერთობით რომ მართლა იმიტომ რომ დიდი ხანი ვიყავით მოწამლული ამ იმითი რასაც ქვია სამშობლოს სიყვარული. დღესაც ისე ვართ, რა თქმა უნდა ნახევარი უკვე აღარ არის, ბევრი ომში დაიღუპა, რომ ფიცის კაცები ეს ის კაცები ვართ, რომლებიც ღმერთის ხატის და ქვეყნის წინაშე ვფიცავთ, რომ ნამდვილად ყოველთვის გავწირავთ თავის სამშობლოსთვის, იმიტომ რომ არა ლიცემერებით გაივსო ჩვენი ქვეყანა და ყველანი ერთს ამბობენ და მეორეს აკეთებენ. ფიცის კაცების მთავარი პრინციპია როდესაც ჩვენ ხალხს ქართველებს რომელსაც აღარც ფული აქვს რო იცველი, აღარც დრო აქვს, აღარც ხასიათი აქვს, აღარც საშუალება აქვს რომ დაიცვან თავიანთი სიმართლე და თითქმის გაგვინადგურეს ერი დააჩიავეს ქართველი კაცები. თქვენ ვერ წარმოიდგენთ ვითომ ქართველ ხალხს უჭერენ მხარს, ქართველ ხალხს ხის დაჭერა არ უნდა ხალხო, ქართველი ხალხი მანდილს რო დააგრედა ქალი ათასობით ვაჟკაცი მუხზე ეწემოდა, იმიტომ რომ პროპაგანდა იყო ისეთი. ქართველ ხალხს აღმერთებდნენ, როგორ დედა არ გეყარება ცოლი ყველა, მაგრამ ისე შექმნეს სიტუაცია თითქოს ამერიკის და ევროპის იმებს რაღაცებს უფრო გულის შეტკივა ჩვენ ქართველ ქალებს და გადაგვერიეს ეს ქალები. ქართული ქალი ბაშაჩუკი მაინც დანახიერა გაქვს
კლიდან ხტებოდნენ რომ არ ჩავარდნოდნენ არა ქრისტიანს ხელში და ეს მაგალითი იყო ასეთი სხვა დანარჩენ ქართველ ქალებზე მაგრამ აი ამ მართლა არაკაცმა შევარდაძემ ნუ თორსა იმას უბძანეს რომ შემოიტანა მაშინ საქმოსნების რო იყო ჩვენთან ბუმი საქართველოში ძალება შემოიტანა რომ ქალები უნდა იყვენო წარმოებაში დირექტორებათო ქალების დირექტორობა ეს იმას ნიშნავდა რომ საქმოსნები იყო ყოველთვის რომ ამ ქალებს უნდა გაეკეთებიათ იგივე რასაც კაცები აკეთებდნენ უნდა ბოდიში და ებოზავათ უნდა ყოფილიყვნენ მივლინებებში უნდა პატივიეცათ ქთამი მიეტანათ ისა ახლა არც ერთი სპარტყოფელი ქართველი კაცი ქართველი ვაჟკა ოჯახის პატრონი არ გააკეთებდა მაგას იმიტომ არ გააკეთებდა რომ ვის უნდა თავის წელი რაღაცა ვიღაცების შეხვედრაზე გაუხსნა და მივლინებაში და ბოდიში და სადრას გააკეთებს ერთმა უწევს ამიტომ ყველა თავის თანამდებობაზე მინისტრობა იყო თუ რომ მიიყვანა თავიაში ბოზები ბატონო და დასვეს რომ ნუ ახლა საქმეს ისიც გაკეთებდნენ იყვნენ მაშინ ვიქტორია სირაძე იყვნენ მაშინ კიდე იყვნენ ბევრი ნუ ვიცით ვინც რა იყვნენ იქ კახეთში იქ ყველგან ნუ იყო ეს ხალხი და მაგ ხალხს ეძახოდნენ ბოდიში და ყურებიან ქალებს და იყვნენ აგრეთვე ტრაკიანი კაცი ბოდიშავს აი ამ სიტყვაზე მაგრამ მაშინ ჩვენ ამას ვატარებთ რატომ მეთქი ძახიან საჯდომიანი ან კაცი რატო არ ეძახიან ტვინიანი თურმე პირდაპირ მნიშვნელობით უნდა გავიგოთ თუ მისცემ ერთ ნაწილს დაგაწინაურებენ თუ არ მიცემ თუ არ დაგაწინაურებენ და დღეს მოვედით იქამდე რომ ქვეყანა აი რა დონეზე დავედით რომ ახლა ვეღარც ვამბობ რა რომ მერიაში თანამდებობაზე ისეთი ხალხია რომ ბოდიში და კაცი კაცთან არის და ქალი ქალთან და ნუ ახლა ამ ხალხიდან ჩვენ მოვითხოვთ საქართველოს გადარჩენას და ქართველობას იცით რა არის კიდევ რომ ასეთი უცხო ესენი შემოიყვანეს ჩვენთან სახელმწიფოს გაუხსნეს გზა საქართველოში უვიზო მიმოსვლა ჩვენ თავს ვიკლავთ ოჯახის სიწმინდეზე და გეი პარადებს არ ვატარებთ და თქვენ არ იცით ვინ არის ჩვენთან სახელმწიფო თქვენ თუ იცით მონღოლები როდესაც მოდიოდნენ საომრად 25 წლით მიდიოდნენ ჯარში ორი კაცი ის და ერთ ცხენზე ორი მეომარი მორიგეობით ხმარობდნენ ერთმანეთს რომ ეს ქალი არ მონატრებოდეს დაუდია იყო საქართველოში საერთოდ მუსულმან ქვეყნებში იყო და შეიძლება ახლა არის ბაჩაბოზების ბაზარი ბაჩაბოზი არის პატარა ბიჭების რომელსაც ოდიშ და ხმარობდნენ რა იქ ჩვეულებრივი მუსულმან ქვეყნებში იქა მე 3 წელი ვიყავი და ვიცი არაბეთში რაც ხდება რა ესე იგი იქ ჰაბიბის უწოდებენ მამაკაც საყვარელს და ზოუგა არის ცოლი ზოუგა ცოლი მუსულმან შეუძლია დაკლას და შეჭამოს აი ესე გიმუწერია ყურანში რა შეუძლია მოკლეს და კაცი თუ ყავს საყვარელი აღარა ის უკვე და რო უყურებთ იქ ერთი ბიჭი იყო დაბაში სადაც ჩვენ მუშაობდით რომელიც აი სპორტსახლის წიროის არის ზეგლი ზეჭაბი ზუსტად ისეთი ტანი ქონდა და ამბის არ ქონდა არაქანებდა გამოვიდა ჩაიგდებდა მანქანაში ერთი ჯგუფი წაიყვანდა მე იქიდან გადმოაგდებდა მეორე ჯგუფი და სუში ჩვენი დარბოდა ამ ბიჭის ტანზე მეტასველი არ მინახია აი ასეთი ჩვენ გეი პარადებს ვებდოდით და უცებ 17 სახელმწიფოს გაუხსნეს ახლა უკვე ქალებს კი აღარ უნდა უყუროთ ბიჭებს უნდა უთხრიდეთ და კაცებს უნდა უთხრიდეთ ერთ ადგილს ესეთი სიტუაცია სადგაშები აღარ იცოდა მე ჩვენმა პარტიის ლიდერმა გითხრა ერთხელ რომ ისაო იცი რატოა ესე თურმე რომ ხმარობენ ისეთი ადგილიაო იქ რომ ის ტვინს ამუშავებს და ტვინიანი არიან სულ ყველა ესენიო საინტერესო განუგები ყველა ტვინიანია და ვა მე უცხარი როგორ კაცო მაშინ მუსულმანი ქალები გენიოსები ყოფილან მე უცხარი მაგენის მასშტაბი არ მეთქი და მოკლედ ეს სიცილში გადავედი მაგრამ უკვე ხიფათი ძალიან დიდია სიცილში კი გადავედით მაგრამ ეს რეალობაა და რეალობაა და რა არის ის ბაჩაბოზებზე ჩამოვაგდეთ ეხლა ლაპარაკი ბაჩაბოზების ბაზარი იყოავლაბარში მეგობრებო უკან თევზის ბაზარი იყო იყო ბაჩაბოზების ბაზარი ინტოები რატო იყვნენ ისეთები იმიტომ რომ ისე დროს მოუსწრო სოლომონ მეფე იყო რა თუ რო აკძალა ისა რო აიგძალა
ჩვენთან წინა მეფემ ხო თურქეთში გაზრდილი და ეს ჩვეულებრივი ამბავი შეყარებული კაცი ყავდა და ბაზარიც გახსნა ბაჩაბოზების რომ პატარა ბავშვები გაეყიდათ და გაებოზებინათ გაებინათ ალბათ რომ თვითის აზროვნება მომატებოდა ზოგიერთები ხო და აი მე ეს სიტუაცია მე გამახსენდა როცა 90-იანებში ჩვენთან ცუდად იყო საქმე რა ყველაფრის და ქუჩაში იდგენ ლამაზი გოგოები და სიგარეტებს ხილდნენ რა იმით პაჩკები ეკავათ და ასე იქნებდა სხვა და ვიცნობდი ერთ ძველი ის იყო რა მამაჩა და გაუჭერე არის მე ვთქარი რა საქმე დაიწყები ვთქარი სხვა საქმე შენი საქმეს რა უყურე და გადავე სიგარეტში გაშოლა აფეს ავშოლა გავარო და ხომი მოხვედი ახლა მიწრობე და საკას მაძლევენ და მე გოგოებს ვოვნებდი მიდიან ესე იგი იგივე ვარიანტი ისწავლეს რომ რაც კინტოებს ხონდა როგორც კი აგზავნეს თბილისში ეს კინტოების მამათმავლობა ამათ შემოიდგეს თავზე გამები ხილით და გადიოდნენ თბილისში და ყველა ეს თავის კლიენტი ყველას ხადა შემოსახედა კინტო ის ხალი მაიტა ატაიმაიტა და აქონდა ზემო თავის საქმე და ყველაფერი ყველაფერს ეგუება მე კიდევ რა მინდა იცით ამაზე რატო გავამახვილე ყურადღება კაცო ღმერთმა ხელი მოგიმართოთ ვისაც ეს საქმე გიყვართ ხო 10% ხართ მაგრამ სამწუხაროდ კითხულობ ყველა ლიტერატურაში რომ ზიზღია ძალიან დიდი ამ მამათმავლებს და ამ რებიან ქალებს პატიოსნების წინაშე ძალიან დიდი ზიზღია ტრადიციულ ორიენტაცია ხო ორიენტაცია და ესე იგი ესე ვიღაც წერდა ეს გვირაბივით არის გვირაბივითო თქოს თურობაში მილში ხარო და რომ ის არაფერ თავ ერთი მიზანი აქვს თუ მოეწონა ის კაცი უნდა დაიმო თუ არა ის ქალი უნდა სულ არ აინტერესებს იქ ახლობელი მეზობელი მეგობარი და ახლა მე შევიძახოდი ღმერთმა ხელი მოგიმართ მაგრამ 5% ასეთი როგორი გათახსირებული ავადმყოფობა ეს რომ აღარ ზერი გინდა აღარ ძვერი გინდა აღარ შვილი გინდა არ წარაფერი არ გინდა კარგი ძმაო ჩაიკეტები სახში რაც გინდა ისკენი რო იტყე სარიო გიწეა ერთად იზო ოღო ქვეყანას ქართველი ხო ხარ რაღაცა გენი ხო დაგჭა გადავარჩინოთ ეს საქართველოს მე მაგალითად სულ არა ვარ მომხრე რო გითხრათ აი ეს ჩვენ აქ საკრებულოში რომ მივალდე რომ ვიღაცა გავაბდო სამსახურიდან დაგჭანჯა ამ ყველა 5 წელიწადში ერთხელ თავრობის გამოცვლა. მივიყვან ხალხს ის ასწავლის სანამ ეს ისწავლის თალკი ჩვენ ვიტანჯებით ხალხი თალკი ჩვენ ისტანჯებია. ასწავლე რომ ვერ ხელახლა არჩევნები ჩაატარო და ყველა და იცით რა ცხოვრებისეული გამოცდილება არა ჩვენ არც მერს და არც მის მომადგილეებს. აი რატომ მოინდომე შენ თulis საკრებულოში მეუბნებიან ახლა ხო იცი რომ ჩვენ ახლა ზვიადისებმა და ზვიადის მოხრება თქვით რომ ჩვენ ზვიადიმ დაგვიტოვა რომ არჩევნებში არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა და ბოიკოტი უზენაესის წევრები ამას აკეთებენ არიღებენ მონაწილეობას მაგრამ მე არ ვიცი მაგრამ მე არ მაინტერესებს მე მაინტერესებს რომ მე მინდა მერთან შეხვედრა მე მოსამართლებას რაც ჩვენ მერიაში ხდება 2019 პირადად მე განვიცდი მერთან მაგ ერთი 10 წერილი დაწილი საყლი მეგრევა გოდიშთა ყველაფერი მე სამსახური ჩვენ არა გვაქვს ეროვნულებს აგერ ჩვენმა პარტიის ლიდერმა თქვა აი როგორც კეთროვანებს შეგექცევიან და ხო და დაველაპარაკო კაცო ამ მერს რატომ მიკეთებ ამას ვინ არის ეს როგორ შეიძლება ასე სამართალი არ არსებობს პროკურატურა ჩვენთან არის ყველა გაყიდულია ალალა თო ფაქტებს დავარქვა სპეციალისტი ჩვენ არ ვყავს სპეციალისტი მახსოვს იუსტიციის სახში იყო ენერგეტიკის სამინისტრო მივედი მეთქი სპეციალისტი ვარ მშენებელი ვარ ენერგეტიკი ვარ რამე სამსახური მომეწეთქი და ჩვენო ის გამოვიდა მაშინ მოადგილე გონი გარდაიცვალა ეს ჩვენო სპეციალისტები არ ვყავს ხალხნო ჩადით მოსკოვში ჩადით ლენინგრადში ჩადით ნოვოროსიისკში სოჩაში ყველა მშენებლობას გვირაბები ხიდებს აშენებენ ქართველები სულ ქართველებით არის ქაობა სავსე დროიძახით რუსი გამწერებული დაანებეთ კაცო რუსეთში რუსი აღარ დარჩა რო იცოდეთ თქვენ დედაუტირეს იმ რუსებს და ახლა ებრაელები და სხვა რჯულის ხალხი რუსეთის სახელით ყველაფერს აგრევენ იქა და
ასე სოჭაში ატეხეს ერთი ამბავი გამოყარეს ქართველები იქიდან და ეს ქართველებას დაუწყეს რუსებს გინება და გამოყარეს უკვე და ყველა სავაჭრო წერტილი ყველა მაღაზია დაიწრიეს სხვებმა და წერია ახლა არმიანსკი ხაჭაპური არმიანსკი ხიკალი არმიანსკი ხაში და ჩვენ აგინეთ ახლა ვინც გაგინებინებს ის მოვაშენ ადგილზე მე იცოდე ილობით მოეპყარეთ კაცო რა თქვა მია წერი მოყარე უნდა ყავდეს ახლოს მაგრამ წერი უფრო ახლოსო ყავდეს მო თუ ის წერია და უფრო ადრე მიხვდები რაღაც მაგრამ შენ რო ისეთ გაიგიჟებ თავს გამოდიხარ და შენ სახეს არ წვე შენ სახეს არ წვე თორე იმათ ეხებს ვერ მოჭა პირიქით იმათ საქმე ეკეთდება ხო და მე წეგან რო ლაპარაკობდით კიდევ ქართველებს რა ეშველება აი ვაგერცი რუბრიკა რა გვეშველება ხალხ ჩვენ იმდენი პროექტები გვაქვს და ისეთი კაი პროექტები გვაქვს რომ ერთ წელიწადში მე 100,000 სამუშაო ადგილს შევქმნით ჩვენ საქართველოში და თბილისის საკრებულო იქნება ჭართული აქვს თბილისის საკრებულოს რო შეუძლია აი იმდენი არ შეუძლია მთელ საქართველოს თბილისისაც რო შეუძლია აი აქედან თუ კაცი ხარ და ქართველი ხარ შენ მართლა მოათქმევინებს ქვეყანას თავს მაგრამ თუ ხარ არაკაცი და თუ გინდა განადგურდეს ერი განადგურებინებ პრობლემა არ არის თუ აი მაშინ ყველაფერში აი ჩვენ ვართ გითხარით წეგან პარტია სამშობლო ერთ-ერთი ნომერი და აი ჩვენ მე-11 ნომერს თუ შემოხაზავთ თქვენ ჩვენ რატო შევდივართ საკრებულოში უყურებ ამდენი წელი და მაგათი ცოდვით არა რა არ არიან სპეციალისტები არ იციან და ბოდიში და რო იტყვენ ის არ იციან ხალხო მე 40 ენერგეტიკი და მშენებელი გაუზარდა იემენში არაბებს ოქროს მედლი დამაჯილდოვეს იმხელა პატიუმცეს იმხელა შეკრებაზე გამოვედი მართლა მე სიამუნა აქ 40 კერა 50 წინადადება მაქვს მიტანილი რაღაცა და 40 მომპარეს კაცო იმიტომ რომ რაკნან არ იციან თქვენ თანამდებობაზე ნიშნავთ არაკვალიფიციურ კადრებს ტანჯავთ იმათაც და ჩვენც ვერც იქნება იმიტომ რომ ვაგერ 35 წელია ხალხს ნიშნავთ ჯარში არავინ არ მიყავს სწავლა არავის არ უნდა იხდიან ფულ ყველა ვიცით ფასები რა ღირს ექიმის დიპლომი რა ღირს ვაინი სამხედრო ბილეთი რა ღირს რა ქვია იმას პროკურორის ადგილი რა ყველაფერი არის ტრაკენი ბიჭების გაკეთებული საქმე და ასე მაგაზე აწყობილი სიტუაციები და მე იცით რა არის აი თუ რამეს ვიტყვებოდი არაკაცი ვიყო დავიღალე რას იმან ცოდო პატიმოყარეობა არ უნდა გქონდეთ ხარ რო არ შეგიძლია დანე თუ თქვენზე მეტი საფრთხითო წერი არავის არ აყავს აი როცა არ იცი და თანამდებობას მოქცევენ შენ უკვე გიждები იმიტომ რომ შენზე მოადგილებ რო იცი შენზე მეტი დამცირებული რო იყო შენ იმას იმ ცოდნეს კლავ ამახინჯებ აი დედას უტირებ მე მქონია ეს შემთხვევები ობიექტები სამსახურები ფირმები ეს ყველაფერი აქვს ძველი ობხსისა და ძველი პროკურატურის თავმჯდომარების წარმომადგენლებს რომელსაც კი აქვს ეს თანამდებობა ამბავ უყურეს მაგრამ ცხოვრებისებრი გამოცდილება და ის არ აქვს და თავსაც ტანჯავენ და ხალხსაც ტანჯავენ და ახლა მე კიდევ ერთ რამეს გეტყვით რა აი ეს აქ სიტუაცია რომ გამოვიდეთ ჩვენ ცოტა უნდა დაუთმოთ ჩვენ უთმოთ აი ვეუნების უყველა სამფულიან ხალხს რომ ერთი ლექსი მაქვს მე დაწერილი ერთი კუპლეტია რა მეტი კი არ არის მაგრამ როცა ასე ამდენ აი რო ჭამ მარტო შენ რო შეულობ და ირბი არავინ არ შეულობს თქვენ ხო არ აგონიათ ეს თქვენ ვინმე აი სულ გაგაგებინოთ ბიაჩენი სამოვი მომყავს სოფელში რო ჩავიდოდი ციცილები ყავდა პატარები და მე აჭვედა და ყველაზე მალე რომელიც გაიზრდებოდა ეს ინჯილა ანის დედალი სტუმარი მოდა პირველი მას წავალებდა და დაკლავდა და უკვე მე ნერვიულობდი და ახლა მივწერე ამათ რომ იქ კარიკატურა მაქვს ნახატული და თევზები როგორ ჭამენ და სუქდებიან და ვინც მალე გასუქდება როცა ჭირდება პატრონს იმას იჭერს და კლავს აი როგორც
დღეს იჭერენ აგერ ჩვენთან როდესაც ლექსად მიუწერენ. ვინც წამოგაგოთ თქვენ ამ ანკესზე, დასუფებულებს ის შეგჭამთ ახლა. წესი ასია, ვინც რომ ასუფებს, როცა ჭირდება დაკლავს ნასუფებს. ჩემო ნასუფებულო ქართველო თანამემამულეებო, რა იცით, როდის დაჭირდებით თქვენ პატრონს, დასუფებულა ვისაც წაგაკლავენ. თქვენი პატრონი ისევ ჩვენ ვართ. თქვენ ჩვენთვის ახართ ქართველები, თორე სხვისთვის ახართ ფულით გასიებული ფულის მეშოქები, რომელიც ვერ გიტანენ, იმიტომ რომ იმაზე ზომაზე მეტი მოპარე, რაც გეკუთვნოდა და გასუფდი. არ უნდა გასუფებულიყავი, საშუალოდ უნდა ყოფილიყავი. ხო ხედავთ, სად დაძდევით და რას უშვებიან. ტყუილი არ არის ქართველ კაცს ნათქვამი რო აქ ეს ერთმა რუსმა მითხრა კაცო თქვენ რა დაგამარცხებს ისეთ სიტყვები გაქვთ ნათქვამიო. რასაც გასცემ შენია რაც არა დაკარგულიო. დიახ, რასაც გასცემ გაცემ სიკეთეს, დაგიბრუნდება სიკეთე. გაცემ სიყვარულს, დაგიბრუნდება სიყვარული. გაცემ ფულს რასაც არ გაცემ, შენი ქონებია ეს და შენ ქონს იმდენი ეტანება, შენ ვერ წარმოიდგენ. და ისევ ერთმანეთს გაუფრთხილდეთ. ჩვენ სხვა გენი გვაქვს, ჩემო საყვარელო ქართველებო. მე ყველგან გძნობდი ამას, აი ქვაზე რომ დაგესვი, ყველგან რაღაც ვაკეთებდი. სადა იემენში ვიყავი თუ მოლდავეთში ვიყავი თუ რუსეთში ვიყავი თუ უკრაინაში ვიყავი, არაფინ სარელი ხელი დავდე და ყველგან რაღაცას ვქმნიდი. მაგრამ მე ისე მაფუჭებდა და მანადგურებდა რა იცით ფულს რო ვიშოვიდი, ჩემი ახლობლები, ჩემი ქართველები, ჩემი საყვარელი ხალხი ისევ ისინი მითხრიდნენ, აი ფული რატომ ძუს და ფულის კეთება რატო აღარ მიყვარს. დავკარგე ახლობელი, დავკარგე მეგობარი, დავკარგე ძალიან ახლობლები, დავკარგე ფულის გულისთვის. ნახევარ რუსეთში მაკითხავდნენ ვითომ ზვიადისტები, აი ეს საქმე გაკეთებ, ჩამოვიდნენ და ფულს ვაძლევდი, აქ ჩამოვიდნენ, რაც შემელო ვეხმარებოდი, ბოლოს გამოდგა სულ ყველა 90% სიმართლე გითხრათ მოღალატე. ყველა მოღალატა ბატონ ზვიადს და მე რას. და ახლა დღეს რომ მგონია რომ ეს ხალხი და არა, ისინი ისევ აგძლებენ თავიანთ იმას, მე ძალიან მაგრამ აწყნინეს და ისეთ რა არის, ეგ არაფერი არ არის ფულს რო წაგართოვეთ. ყველაზე საზღვრება ის არის რომ იციან რომ მიქარეს და რო თავიანთი მიქარვა გაამართლონ, მერე იწყებენ შენი სახელის გაფუჭებას, მოგიგონებენ ერთ ჭორს, მეორეს, ის რაღაცას დაგაბრალებენ შენობა ჩხუაზე გაგაშავებენ ასე. გაგაშავებენ, მე ერთხელ ორჯერ ისო, შენო ხარო, რა ქვია, კაკებეშნიკიო. მეორემაც მე უთხარი, თუ კაკებეშნიკი ვარ, დამიტკიცეთ და თუ არა და გადამიხადეთ ზოგ კაკებეშნიკების აგენტურას დიდი ხელფასი და მამაცის ხელფასი. და იმის მერე შემოვიღეთ ჩვენ ისა ფიცის კაცების ჯგუფი. ჯგუფები უბრალოდ. ფიცის კაცებთან ხდება ზუსტად ამ საქმეების განხილვა. აი გვარიშვილების საგვარეულო კავშირის თავმჯდომარეები და გვარი გვაძლევს ჩვენ. აი თუ მოვიდა თქვენ თუ მოხვედით ჩვენ და გინდა ფიცის კაცებში. ხარ ისეთი კაცი რომ ნამდვილად ცირო სამშობლოს დავგაწირავ, აი მე ვარ ესეთი, მე ჩემო გვარმა და ჩემო მომცა იმის რო იყვნენ უფლება რომ ვიყო ფიცის კაცებში გაერთიანებული და ფიცს არ ვიტყვები და თქვენ წინაშე ვამბობ ამას რომ და აი ამათ რომ ვიწყმენ და ახალკაც დამადებს დამადო რო იყვნენ. აი ამათ გავშიფრავთ, ამათ მოუწყობთ რო იყვნენ სასამართლოს და ცილისამებისათვის იმხელა ჯარიმები დავაჭერთ, აგერ ჩვენ ხალხს მოვათქვევინებთ სულს და მე ყველას გეუნებით რომ გვარიშვილობით და ყველა უნდა ჩავერთოთ, მეგობრებო. აქ აღარ შეიძლება ერთი წუთი მოთმენ არ შეიძლება ამათი დაგულობა როგორც კი ორ კაცს ერთ კაცს აპატიებ. მე ვაპატია ახლა ერთ ბავშვები არიან ხო და ბაბუის და იმის აპატიები, ნუ რაც არის მეთქი всё და დავივიწყოთ მეთქი, მაგრამ შვილები და შვილიშვილი იგივე გაიმეორეს, როგორ მაშინ ორი იყო და ახლა 4 არიან კაცო. ახლა მოთხს აპატიებ ვერ რა გახდება. ცოტა უნდა ჯინჭრით უნდა ვცემოთ ჩვენი საყვარელი ქართველები, რომ ცოტა თორე რა იყო ახლა მირეკავენ რუსეთიდან რაც მირეკავენ საბერძნეთი ჩვენი ბიჭები დარჩნენ იემენიდანაც მირეკავენ რომ საქმეებია ჩამოდი აღარ მინდა ფულის გაკეთება აღარ მინდა იმიტომ რომ ტირი ვარ აი გუშინაც კი დავწუდი ერთხელ რაღაც იმაზე რომ ერთი ორი კაცი რაღაცას აკეთე და ვერ გააკეთე მივედი და გადავარჩინე რა რო იტყვე და არის მაგრამ ვიცი რომ რაღაცით ბევრად მეტი ვარ სხვაზე. იმიტომ მინდა მე ქალაქის საკრებულოში შევიდე რომ ბევრ რაღაცას ვასწავლი. თბილისის უბნელთა კავშირები გააკეთებენ იტეს რომ
საქართველოს გადავარჩენ. თბილისი მართლა დედა იქნება ქვეყნის. მეგობრებო, რა არის ის ალალად გეუბნებით, კაცობას გეფიცებით, ჩემს სამშობლოს გეფიცებით და თქვენს გაფიცებთ, შვილო, ნუ გადაირევით, რო არ შეგიძლიათ, ნუ მიხვალთ იმ ადგილზე. გაგვიშვით ჩვენ, იმდეს ვიშოვით, თქვენს გეყოფათ და ჩვენ გვეყოფათ, მაგრამ ნუ აღარ ვიცი რა გითხრათ რა. მოვჩი ლაპარაკს, მაპატიეთ მეუპერები აღარ მაქვს, გაუმარჯოს საქართველოს და გაუმარჯოს 11 ნომერ საქართველოს. გაიხარეთ ბატონო ირაკლი, პატეცოლო, აქვე არ შემიძლია გიორგი კარვალიშვილის გარდაცვალებას არ გამოვეხმაურო და მივაგოთ პატივი მას და მის ნათელსულს და გიორგი კერვალიშვილი დრო ვისაუბროთ გიორგისას და ოთხონებულს და შემდეგ დავასრულოთ. გიორგი კერვალიშვილი იყო ძალიან კარგი კაცი. აი ადამიანის უბრალოდ დამცველი. აი მაგარი კაცი იყო რა. რაჭველი კაცი, მე პირველ რიგში მიყვარდა, იმიტომ რაჭველი კაცი იყო. და ერთი გოგია კერვალიშვილი იყო რაჭაში, ბავშვები და ჩემი მეგობარი კაცი იყო, ისიც მაგარი ვაჟკაცი კაცი იყო და თანაც ბებია მყავდა მე კერვალიშვილი და უკვე ჩვენი ურთიერთობა მაქედან იყო და ასე იმას ვაგრძელებდით ჩვენ რაც იყო ტრადიციას ჩვენ მერაფოს და ზვიად გამსახურდია მერაბის სეზონში იკრიბებოდნენ და იქ ტარდებოდა საინფორმაციო მიტინგები. ამას აგრძელებდა გიორგი მერაბის სიკვდილისმერე და მე მოხდა რუსთავის თაროვის სახლის წინ ვიჯექით ერთხელ და მე არ ვიყავი, თხოვა მივიდე რომ მივედი უკვე დახვდა გარდაცვლილი. და მითხრეს მერე რომ იქ უნდა ჩაეტარებინა რაღაც გამოკითხვა რაღაცა და ვიღაცას გაუვლია და შეურაცხყოფა მიუყენებია. და ამასაც და იცით რა არის ჩვენი ხნის ხალხი უკვე 75 წელს და 70 წელს გადაცილებული ვართ. ჩვენ ტყვიეს როლა რაღაც გვინდა. ჩვენ უზდელობა, ჩვენი ქართველი ბავშვების უზდელობა, რომელიც იმავე ტევივით არის დიდები, ის პოლიმეტრის ტყვიეზე უარესია. სად დაკარგეთ ეს უფროს უცროსობის დილობა? სად გაიზარდეთ ვისი გორისა ხართ, ვისი შვილები ხართ, ვინა ხართ, რამჯული ხართ, რა გიყვართ ეს ქართველი ხალხის წამება? სულ ყველა აგენტი როგორ ახართ? ერთ ლექსს კიდე გეტყვით ჩემსას რა. და ბოლოში ლექსად მე დავასრულებ. რა შეგაძულათ სამშობლო? რა სისხლი შემოგერიათ? რა გაწყენინათ ქართველმა რატომ გაწყვიტეთ ერია? ვინა ხართ, ვისი ნაშობი, რარძე გაწოვათ დედამა? რა შხამს აწვეს და ძუძუზე რომ მოწმის ტანჯვა გიამა? ვეღარა გაძღა ეგული ამდენი გვემაძნელია, ვეღარც ბრაზდები თქვენზე და ეცხრო გიჟის ხვედრია, შინაურს ვეღარა იცნობ, მოკეთებ წერი გგონიათ, ავად ხართ, ვეღარა ხვდებით, ტანჯვა მოლხენა გგონიათ, ბაბუის ნაჭამ თხემალმა შვილიშვილს კბილი მოჰკვეთა, დაფიქრდი, ერი დარჩება თქვენს მოდგმას რაღაცებში, ჩვენ შეიძლება მოვთვლიდეთ, არ მოთვლდება ღმერთი. აი მეგობრებო, ამ ლექსს ქვია სანთელ საქმეული თავისას არ დაკარგავს და არ დაკარგავს. თხილად იყავით ხალხნო, არ შეიძლება რა ასე უფალი თქვენ პირადად თქვენ შვილებზე და შვილიშვილებზე იყვის. ჯავს და იმიტომაა ნათქვამი მშობლის მიერ დაგდებული კენჭის შვილს და შვილიშვილს თად და გორად დახვდება წინო. გაუფრთხილდით ოჯახებს, გაუფრთხილდით ჩვენ ქართველობას და იყავით ცოტა რა ინტერვიუები და ვიცი რა არის. და დედაზე მინდა ოჯახის ყველაფერი თითქმის არის დედა დამეთანხმები რა. და დედაზე ორი სტროფი მინდა ვთქვა, რაც ამ ქვეყნად არსებობს. ლექსი ეს არის ჩვენთვის დედის ალერსი და დედის ალერსი ნუ რასოდეს ნუ მოგვაკლოს ღმერთმა 100 წელი. ამინ. და ახლა მაშინ მე მეორეს ვიტყვი დედაზე. მე ვიტყვი დედა სამშობლოს. კი ბატონო. მე მინდა საქართველოზე ვთქვა ერთი ლექსი ჩემო მეგობრებო. მე ეს ლექსები ბევრ განამახოთ, ეს 4 ლექსი მაქვს მე, რომელსაც ვიყენებ ხოლმე სხვა ლექსებს, აიმიტომ რომ ეს უფრო ყველა დროს ეხება რა. მე მინდა საქართველოს მოვხადო ბოდიში. ბოდიში დედავ, ქართველთა მიწავ, მრავალ ტანჯულო კეთილო ძიძავ, ყველა მოკვეთილ შემფარებელო გამზრდელო, სტოვრად შემოსულ შვილთა. ხიზალ ტოლულებს შენ უპატრონე, ძუძუ აწოვე და მოაჯიშე,
ეხლა მადლობის ჯერი რომ დადგა შენ წინ აღიდგა მათი საჯიში, რადგან ქართველი დედის მკერდი და რძე მიწოვია ქართლის დედისა, კერდი ჩემია და მომგლეჯი ვარ რომ გამზრდელია ჩემურჯულ ერისა. როცა დედობის ასე იმეტებს, ისათა ხალხი, არც ხალხი და არც ერია, კერჩი ჩაკრული რომ გამოზარდე, შვილი კი არა თურმე გველია, მუხმოყრით პიცა, შენ სახელს წმინდას არ ვის დაუთმო არცეთი წიდა, სისხლით მორწყული ქართველთა მიწა. ჩვენ ტერი ვერას დაგვაკლებს, მათი ჩვენ ჯიშის ვარერია, ერთობა შეკრავს დღეს საქართველოს და გამწყდება კვლავ იბერია. და ამ საინტერესო და ძალიან ლამაზი ლექსებით ვასრულებთ გადაცემას. მადლობა ყურადღებისთვის და ძალიან მალე კიდევ დავუბრუნდებით ერთი ძალიან საინტერესო სტუმრით ეთერში. და თუ რამე შეკითხვები გექნება და რამე გაინტერესებთ, გთხოვთ წინასწარ მოგვაწოდოთ, რომ ჩვენ მოვეზადოთ და მოგახსენოთ ყველა. კი ბატონო, თუ რამე კითხვა გექნებათ, მოგწერეთ Facebook-ის გვერდზე ხალხის პირისპირ ასე აკრიბეთ ქართულად და მოგწერეთ, აუცილებლად გიპასუხებთ და რა პასუხებს აუცილებლად ეთერში უკვე გავაჟღერებთ. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის და მე ეხლა ცოტას კიდევ შევისვენებთ და მესამე ნაწილი შემოგიერთდებით ძალიან მალე. მადლობა.